გამარჯობათ მეგობრებო, ჩვენ ვაგრძელებთ ხევსურული სქემების ქსოვას, ვისაც აინტერესებს და ვინც მომყვება. შემდეგი სქემა, იცით ეს რა არის და რატომ არის უკვე გამზადებული და მოქსოვილი, იყო თხოვნა, რომ დაგვენომრა სიმაღლეზე რიგები და ესაც დავნომრე და უფრო ადვილია, მართალია, აი ასე უფრო გასაგებია. შემდეგი კიდე რა მინდა გითხრათ. ვინც წერთ კომენტარებში, რომ რატომ მთლიან ინფორმაციას არ ვდებ და წვერი როგორ უნდა მოვგსოვოთ წინდის და აქედან რატომ იწყებთ. მეგობრებო, 300 არ ვიცი, 300 რამდენი ვიდეო დევს 3 წლის განმავლობაში ჩემ YouTube გვერდზე, ალბათ 200-ზე მეტი სულ წინდებია. არ ვიცი, გეზარებათ მოძებნოთ თუ აქ უნდა ჩავწერო ყოველ ვიდეოზე, ყოველი როგორ შევაბათ, როგორ დავიწყოთ ქუსლი, როგორ მოვგსოვოთ ქუსლი, ამ თემამდე ვერასდროს ვერ მივალთ თუ ერთი და იგივე ვილაპარაკეთ, ჩემო კარგებო. ამიტომ ჩაყევით იმ YouTube არხზე, სადაც ამ ვიდეოს ნახულობთ ჩემ გვერდზე იქ და ნახავთ, ძალიან ბევრი ვიდეოა. წინდის წვერი თუნდა ასე ჩაწერეთ, წინდის ტერფი, წინდის ყელი, წინდის ქუსლი, წვერი, ტერფი, ქუსლი, ყელი, სულ ეს ვიდეოები დევს ალბათ 200 მაინც. ყველაფერია ჩაწერილი, აბსოლუტურად ყველა თემა, რაც გაინტერესებთ, ისე რომ ეს არ არის არასრული ინფორმაცია. ახლა დავიწყეთ, ძალიან ბევრს აინტერესებდა და ბევრმა დაწერა, რომ მომწერა პირადშიც, რომ იქნებ გვასწავლოთ ხევსურული სქემები და ჩვენ ახლა ხევსურულ სქემებს ვსწავლობთ. მხოლოდ აი ესაც კი, ეს ორი რიგი უკვე მოქსოვილია, უკვე ჩაარჩო, ასე ვთქვათ, სქემის და ვინც მომყვება და ქსოვს, იცის, რომ ეს უკვე რატოა მოქსოვილი და მოქსოვილი აქვს და თუ სურვილი აქვს ვინმეს უკვე სქემის ქსოვას ვიწყებთ ერთად, აი ახლა აქედან მესამე რიგიდან. კარგით, მეგობრებო, თუ რამე თემა გაინტერესებთ, ნახავთ ჩემ გვერდზე YouTube-ზე, თუ რამეს ვერ იპოვით, მაშინ მომწერეთ. ერთი თემა კიდევ, ნახულობთ სქემას და გამომიგზავნე. სად უნდა გამოგიგზავნო, ოღონდაც თუ მსგავსი სქემები გინდათ და მოქსოვა გინდათ, ამ ჩემს YouTube არხზე დევს Facebook-ის ლინკი. წამოდით Facebook-ზე და Messenger-ში მომწერეთ, რომ მეგობარო, მინდა აი ამ თემაზე მსგავსი სქემები. და არ არსებობს რამე ვერ ვნახავთ, მე თვითონ შეგიდგენთ, როგორც ახლა ამ თემებს, სქემებს მე ვადგენ და ვქსოვ და გიხსნით და გიზიარებთ, რაც ვიცი. რა სქემა უნდა გაინტერესებდეთ, მე თვითონ შევადგენ და გადმოგიგზავნით. სად უნდა გამოგიგზავნო, რომ მიწერ ახლა, რომ გამომიგზავნე. კარგით, ჩემო კარგებო. ახლა დავიწყოთ. რაც მინდოდა, რომ მე თქვა, რომ არ არის არასრული ვიდეოები, ესენი არის ძალიან სრული ვიდეოები და დანარჩენი, რაც გაინტერესებთ, მოძებნეთ. 20 ვიდეო მხოლოდ იმაზეა ჩაწერილი, აი ეს თითო ხაზი სხვადასხვა ფერში როგორ მოვგსოვოთ. უბრალოდ ჭრელი წინდები, წარმოიდგინეთ, აი ესაც კი აქედან დავიწყეთ ჩვენ და ბევრი რამე უკვე ვისწავლეთ, რომ აი აქამდე მოვსულიყავით და როცა ამ ვიდეოს ნახულობთ, პირველად მოხვდით, ხო, აქ ეს ვიდეო ნახეთ, ჩაყევით იქ იმ 300-ზე მეტ ვიდეოში, თქვენთვის საინტერესო ძალიან ბევრ თემას ნახავთ, მეგობრებო. რა თქმა უნდა, როცა გაინტერესებს, ხო, იმიტომ მიწერო, რომ რატო წერ არასრულ ვიდეოს, რატო არ წერ როგორ დავიწყოთო, აი ეს როგორ დავიწყოთო. და ეს ერთი 150-200 ვიდეოა ჩაწერილი, როგორ დავიწყოთ წინ და
გავიგე რომ დაგაინტერესა, მაგრამ ერთი და იგივეს აქ ვერ ვისაუბრებ, ჩაყევი ჩემს არხზე და ძალიან ბევრი ვიდეოა ზუსტად აი ამ დაწყებაზე. ყველა წინ და სულ დაწყებით ხსნიდი ყველა ვიდეოს, რომ გაიოლებულიყო, გაადვილებულიყო ყველასთვის და არ ეძებნა შემდეგ როგორ დავიწყო. ერთი ვიდეო არის ასეთი სათაურით. წინდის წვერი ტერფი ქუსლი ყელი. ყველაფერი ერთად არის. ყველაფერი თავმოყრილი. დიდი ვიდეოა თავისთავად ეხლა 4-5 თემა, ხო? მაგრამ აი ყველაფერი იმ ერთ ვიდეოშია, ვისაც დაგაინტერესებთ, შესწავლა გინდათ, რაც გინდათ ერთი სიტყვით. ერთი სიტყვით მე აღარაფერს ვიტყვი ახლა და დავიწყებ როგორ მოვგსოვოთ აი ეს სქემა. ახლა ეს ვინც მომყვებით და გსოვთ კიდევ იმეორებ ნახეთ, ეს სქემა ჩვენ მოვგსოვეთ აი ეს ცარიელი, ცოტა პატარა რას ნიშნავს? ეს და ამ თვალს და ამ თვალს შორის მგონი 3 თვალია მხოლოდ. ცარიელი თან ესენი არ აქვს. ახლა მე თანდათან ხო ვთქვით რომ უნდა გადავიდეთ და გავართულოთ, თორე აბა როგორ ვისწავლოთ, ხო? ის ძალიან იოლი თემებია, რასაც მოვყვები და გაივარჯიშეთ ხელი, ორით ქსოვა, აღქმა და წაკითხვასაც ხო ვსწავლობთ სქემის, მერე წაკითხული სქემის გადმოტანა წინდაზე, რასაც ახლა ვაკეთებთ. და თანდათან ვუმატებთ ახლა ჩვენ, ნახეთ, ეს მოვგსოვეთ და კიდევ ამბობ, აქ იყო მხოლოდ 3 თვალი, უფრო პატარა. ახლა გავართულებთ. 1, 2, 3, 4, 5 თვალი იქნება ამ წერტილს და ამ წერტილს შორის. ეს წერტილები ასე მიდის, იმ ვიდეოშიც ასეა, 2 ვიდეოს სცენარი თუ 1 არ ვიცი. უკვე ვისაც გაინტერესებთ, მოგხსოვილი გექნებათ. ახლა 5 თვალს ვტოვებ შუა და კიდე 1 თვალს ვუმატებ შუა. 2 თვალს გავყოფ იქით აქეთ. 1 თვალს დავუმატებ. ეს თვალი იქნება სილამაზისთვის, რომ უფრო დიდი ეს ტეხილი გვჭირდება ჩვენ, ხო, რომ მოვგსოვოთ. შუაში ეს 1 თვალი მეტი არაა, გაქრა ზემოთ, ხო? ახლა ეს ვიცით ჩვენ რომ ფონია, ეს ცარიელი უჯრები თითო თვალია და ფონია ამ რაფერითაც მოგხსოვთ წინდას, ამ შემთხვევაში ლურჯი და ეს ჯვრები თეთრია. სქემა უკვე შედგენილი, რაც უნდა მოვგსოვოთ. აქ ეს თეთრი გაქრება მხოლოდ 1 თვალი იქნება, ეს არის აქ რო ჩააბი თეთრი ძაფი, წამოხვედი და ქსოვ, ახლა ეს ლურჯია გვიჩვენებს, ხო, 1 ლურჯი, 2, 3, 4, 5. აქამდე რო არ გადმოიტანო ის თეთრი ძაფი, როგორც ახლა გვაქვს, აი აქ ჩააბა 2 თვალის შემდეგ, მერე 2 თვალის შემდეგ ეს მოდის, 2 თვალის შემდეგ ისევ ეს თვალი უნდა ჩასვა. ჯერ იმისთვის რომ ახლო ჩააქსოვო და შორს არ წაიღო, ასე არ წამოიღო, ხო? აი გადმოძაბე ახლა სადღაცა და აქ ჩააბი მეორე თვალი. არ იქნება ხო ლამაზი, როგორც გინდა ჩააქსოვო. ის ჩაქსოვებაც გვაქვს ნასწავლი ჩვენ წინა ბევრ ვიდეოში. მეორე კიდე სილამაზისთვის, რომ ეს 1 თვალი აქვს, სუცარიელი რო არ იყოს ეს 5 თვალი, 3 თვალი, 1 თვალი ჩავსვით აქ და უნდა გამოვიდეს ძალიან ლამაზი, შეავსოს ეს სიცარიელე და აქ ბოლოშიც ასე იქნება 5 თვალში 1 თვალი სილამაზისთვის. ისე რომ ამ თვალს რო ვგსოვთ და ამ თვალს ესენი აქ შეერთდება და ეს თვალი გაქრება, 1 ცალი დარჩება მხოლოდ სილამაზისთვის და ძაფის ახლოს ჩაბმისთვის. ახლა ვიწყებთ ჩვენ ქსოვას. დანომრილია. პირველი რიგი მოგხსოვილი გვაქვს თეთრი, მეორე რიგიც მოგხსოვილი გვაქვს ლურჯი, მესამე რიგი ვიწყებთ ახლა ქსოვას. ეს გამოტოვებულია, რომ თვალსაჩინო იყოს და თვლები იწყება აქედან. აი ასე, ხო? ეს ჩანს უკვე, რომ აი აქედან იწყება თვლები. აქაც მოვნიშნე, რომ ამის შემდეგ ვთვლით. ახლა პირველი თვალი თეთრია, 2 თვალი ლურჯია,
მერე თეთრია, ორი თვალი ლურჯია, თეთრია, ესე იგი გამოდის, რომ ერთი თეთრი, ორი ლურჯი, ერთი თეთრი, ორი ლურჯი, ასე უნდა მოვგზავნოთ ამ შემთხვევაში. თქვენ რა ფერებსაც აიღებთ, ფონი იქნება ლურჯის მაგივრად და ეს სქემა იქნება ალბათ თეთრის მაგივრად. თუ იგივე ფერებს აიღებთ, უფრო ადვილი და უფრო არ დაიბნევით, ასე ვთქვათ. ახლა ვიწყებთ. ერთი თეთრი. ერთი თეთრი. ორი ლურჯი, ერთი თეთრი და სულ ასე უნდა მოვგზავნოთ ეს რიგი ახლა, ნახეთ? სულ მთელი რიგი ერთი თეთრი, ორი ლურჯი, ასე უნდა მოვგზავნოთ. და ახლა მივყვეთ და მოვგზავნოთ. სულ უნდა ვთვალოთ, ხო? როცა სქემები გადმოგვაქვს ნაკსოვზე, ყველა თვალი უნდა ვთვალოთ. ერთი თეთრი, ორი ლურჯი. ყოველთვის გსოვეთ დაკვირვებულად, არ შეგეშალოთ ან ზედმეტი ან ნაკლები თვალი, თორემ ის სქემა არაფრით არ გამოვა და უნდა დაშალო მერე. ერთი თეთრი, ორი ლურჯი, ერთი თეთრი, ორი ლურჯი და ამ რიგს მთლიანად ასე მოვგზავნოთ. როცა ორი ძაფით გსოვთ, არ მოჭიმოთ ძალიან ძაფი. ეს მჭიდრო ნაკსოვი გამოგივათ, რომ გადმოდის ორ თვალზე, მაგალითად ამ წუთში ახლა როგორც გსოვთ ძაფი, უფრო ქაჩავს ამას, ჭიმავს ამ ნაკსოვს და გამოდის უფრო ვიწრო მერე. ეს ცოტა განიერი დაგრჩებათ, ეს ვიწრო მოვა, შემდეგ ერთი ძაფით უნდა მოგსოვო ისევ განიერი და ამიტომ აი ეს ცოტა ასე გაჭიმეთ, რომ არ იყოს ძალიან არ ქაჩავდეს ძაფი და გსოვეთ უფრო თავისუფლად. მთელი რიგი უნდა მოვგზავნოთ ასე. ერთი თეთრი, ორი ლურჯი. ერთი თეთრი ბოლოს. აქ დასაწყისი და დასასრული კიდევ ამბობ, არ იცი აქ როგორ მოხდება თვლები ერთმანეთთან და შენ სქემა როგორც მოვა, შენ აქ ვერაფერს ვერ შეცვლი და ტოვებ ისე. და წინდა აი ეს სქემების დასაწყისი და დასასრული ნაპირი, საიდანაც ვიწყებთ გსოვას, ფეხის შიგით ამ მხარეს უნდა მოხვდეს ორივე წინდაზე და როგორ უნდა მოხვდეს ეს შიგით, ეს უკვე ბევრკან გვაქვს ჩვენ ჩაწერილი წინა ვიდეოები, ნახეთ, სადაც არის ჭრელი წინდები. ახლა აი ამას აქ მე დავტოვებ, რომ ესაც თვალსაჩინო იყოს დასაწყისი და დასასრული რიგის, რომ აქ ვართ ყოველთვის და აქედან ვიწყებთ ყოველთვის, ხო, დასაწყისი ყველა რიგის. ერთხელ კიდევ მინდა გაჩვენოთ მე როგორ ვიხვევ ძაფს და როგორ გსოვ ორი ძაფით. ბევრკან ვამბობ, მაგრამ აი აქაც ვიდეოც არის ამაზე ჩაწერილი, როგორ გსოვთ ორი ძაფით, მგონი ასეთი სათაურით. ახლა 3 წელია ეს ვიდეოები იწერება და რა ვიცი, ახლა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ გონი ამ სათაურით უნდა იყოს. აი ასე ორივე ხელზე ხო თითზე უკაცრავად დავიხვიეთ, ხო, აი ასე.
ახლა ნახე, ეს შეიძლება არ გქონდეს ასე და ასე იყოს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, აი ასე გაქვს დახვეული ძაფი. ახლა ეს ქვედა თითია, ეს ზედა. ქვედა თითის ძაფის, ქვედა თითზე დახვეული ძაფის ქვემოდან გავალ, ზედა ძაფს ქვევიდან გამოვიტან, წამოვიღებ, ნახე როგორ ჩამოეკიდება და ზედა თითზე ჩამოვკიდებ ისევ იმ თავის ძაფს. აი, მხოლოდ ერთხელ, აი ასე, ქვევიდან გამოვატარებ, ეს არ დაგრიხოთ, ასე უნდა იყოს, რომ იცუროს, აქედან რომ გადმოაგდებ ძაფს და აქედან რომ გადმოაგდებ ძაფს, თავისუფლად გამოიშალოს და შენ თავისუფლად ქსოვო. მხოლოდ აი ასე ჩამოკიდებ, აი ასე. ასე და გავაგრძელებთ ქსოვას. ეს არის ორი ძაფით ქსოვა ასეთი წესით. არის სათითეებიც, არის, რა ვიცი, ზოგს ასე უკავია და ქსოვს ერთი სიტყვით. მე რაც ვიცი, იმას გიზიარებთ. ახლა მესამე რიგი მოვგსოვეთ. აი ეს რიგი მოვგსოვეთ, ერთი თეთრი, ორი ლურჯი, ერთი თეთრი და ასე შემდეგ. მეოთხე რიგი. გსოვთ მეოთხე რიგს. ვიწყებთ აი აქედან, ხო? აი ეს არის პირველი თვლები. სადაც თეთრი იყო, ერთი ლურჯი გამოჩნდა ახლა. ცარიელი უჯრები ვიცით ფონია, რასაც გსოვთ. შეხედე ახლა პირველი თვალი ლურჯია, თეთრმა აქეთ გადმოინაცვლა, ლურჯზე უნდა მოვგსოვოთ, შემდეგი თვალი უნდა მოვგსოვოთ. შემდეგ 1, 2, 3 ლურჯი უნდა მოვგსოვოთ. აი აქრო თეთრია, მეორე კი არა, მესამე თეთრი, ეს ხოა პირველი, ეს მეორე, ეს მესამე. მეორე დაიკარგება, აქ ლურჯი იქსოვება მთლიანად, აქ რომ თეთრია მესამე, წინ ერთი თეთრია, თვითონ ლურჯია, შემდეგ ერთი თეთრია. ესე იგი, ნახეთ მეგობრებო, ყოველი მეორე თეთრი უნდა გაქრეს. ყოველი მეორე თეთრი უნდა გაქრეს. პირველი გადმოინაცვლებს აქეთ იქსოვება, მეორე თეთრი გაქრება, მესამე თეთრზე ნახე, აქეთაც თეთრია, აქეთაც თეთრია, თვითონ ლურჯია. მეოთხე რიგს ვგსოვთ. შემდეგი თეთრი გაქრება, შემდეგ თეთრზე წინ და შემდეგ თეთრებია და თვითონ ლურჯია, შემდეგი თეთრი ისევ გაქრება, რას ნიშნავს გაქრება, სულ ლურჯი იქსოვება, ეს თეთრი დაიკარგა. ესე იგი გამოდის, რომ ჩვენ ამ ტეხილს რო ვგსოვთ, ყოველი მეორე თეთრი უნდა გაქრეს. უნდა ვიცოდეთ, რომელ თეთრზე გავაგრძელოთ ჩვენ ამ ხაზების ქსოვა და რომელი უნდა დაიკარგოს. ახლა აქ ვნახოთ, ნახე, პირველ თეთრზე გადმოიტანეო და შემდეგი მოგსოვე თეთრიო, თვითონ ლურჯია, იმიტომ რომ პირველ თვალს აქ გვიჩენებს ლურჯს. შემდეგი თეთრი აღარ არსებობსო. შემდეგი აქეთაც იქნება, აქეთაც. შემდეგი თეთრი აღარ არსებობსო. ყოველი მეორე თეთრი აღარ იარსებებს. ახლა დავიწყოთ, რაც გვაქვს ნახაზზე. პირველი თვალი ლურჯია თეთრზე და რატომ წინა რიგიდან უყურეთ, თეთრი იყო უყურე და ახლა ლურჯი მოგსოვეო. შემდეგ მოგსოვეო თეთრი და შემდეგ მოგსოვ მე თეთრს. ლურჯის, აი ლურჯზე, წინა თეთრის შემდეგ. ახლა 1, 2, 3 ლურჯი მოგსოვეო, როგორც ნახაზი გვეუბნება. ეს იმას ნიშნავს, რომ 1, 2, 3 შეხედე, მეორე თეთრი დაიკარგა, პირველი მოიქსოვა, შემდეგი გააგრძელა ხაზი, მეორე თეთრი გაქრა, 3 ლურჯი მოვგსოვე. ახლა აქ ნახე ლურჯი, თეთრი ლურჯი. აი ნახე აქ რას გვეუბნება, წინა თეთრი რიგიდან, წინა რიგიდან. თვითონ ლურჯიაო და წინ თეთრი ჩასვი, შემდეგ თეთრი ჩასვი. ხო გვაქვს ასე, წინ თეთრი ჩასვი, შემდეგ თეთრი ჩასვი, თვითონ ლურჯი მოგსოვეო. ზუსტად ნახაზზე როგორც არის, ისე მოვგსოვ მე.
წინ თეთრი, თვითონ ლურჯი, შემდეგ თეთრი. ხო გამომივა ეს, ნახე? ზუსტად ის გამომივიდა, აი აქ. ახლა 3 ლურჯი მოგსოვეო, ესე იგი შემდეგი თეთრი უნდა გაქრეს. ეს იმას ნიშნავს. 1, 2, აი ეს თეთრი აღარ იქნება, რომელიც სილამაზისთვის ჩავსვით და რომელიც ძაფის ჩასმისთვის ჩავსვით, დამაგრებისთვის, ასე ვთქვათ. სიცარიელე შევავსეთ, ასე ვთქვათ, 3 ლურჯი. აი ახლა ეს მოვიდა. აქ წინ თეთრი, თვითონ ლურჯი, შემდეგ თეთრი. და გამოგვივა აი შემდეგი, აქ ვართ ახლა. ახლა ამის შემდეგ ისევ გაქრება ეს თეთრი და შემდეგ აღარ ასქემა, მაგრამ ისევ ვიმეორებთ ამას, ისევ ვიმეორებთ და ისევ ვიმეორებთ, ხო? თავიდან ისევ. ახლა რამდენს დავხაზავთ, ჩვენ ირგვლივ უნდა შემოვგსოვოთ წინდა. ეს ერთი თეთრი თუ იქით-აქეთ გადავიტანეთ და გააგრძელა ამან ხაზები გვერდზე, შემდეგი 3 ლურჯი, შემდეგი თეთრი გაქრება. შემდეგი თეთრი გააგრძელებს არსებობას, ოღონდ იქით-აქეთ წავა. თვითონ ლურჯი იქნება. ამის შემდეგ, შემდეგი თეთრი გაქრება. 3 ლურჯი უნდა მოვგსოვოთ. ყოველი მეორე თეთრი დაიკარგება. ახლა აი ასე წავა. აქ რომ მოხატავ რაღაცას, ზუსტად ისე თვლებით გადმოიტან აქ. ჩათვალე რომ გსოვდა აქ ხატავ ახლა. 1, 2, 3. 1, ყოველი მეორე თვალი დაიკარგება, ყოველი მეორე თვალი იქით-აქეთ გააგრძელებს არსებობას. თვითონ ლურჯი იქნება. აი ასე. 1, 2, 3. შემდეგი თეთრი დაიკარგა. შემდეგი თეთრი იქით-აქეთ წავიდა, თვითონ ლურჯია. აი ასე. აქ ნაპირზე რომ მოხვალ, როგორც მოითხოვს, ისე ბოლო თვლებს ისე დაამთავრებ. ვერაფერს ვერ დაუმატებ, ვერც მოაკლებ, აქ თვლებს არ არსებობს, ასე დატოვებ, როგორც არის. ჩვენ მოვგსოვეთ მეოთხე რიგი, მეგობრებო. შემდეგი მეხუთე რიგი. ეს არის მეხუთე რიგი. ახლა ნახე, ეს თანდათან იქით მიიწევს, ხედავ, შემდეგი. ახლა წეღან თუ 1 ლურჯი ჩაემატა, ახლა 2 ლურჯი, რადგან თეთრმა კიდე იქით გაიწია, ის მოდის აქეთ მოდის. ეს იქით მიდის. მეხუთე რიგზე მოვგსოვთ, პირველი 2 ლურჯიო, თეთრი ლურჯი, თეთრი. 1, 2, 3 ლურჯი. დავიწყოთ როგორც სქემაზე, ხო? 2 ლურჯი გვეუბნება. ეს აქ მოვახვიოთ, რომ ძაფი შორს არ დაგვრჩეს. 2 ლურჯი. თეთრზე გადმოვიდა, სამაგერო თეთრი აქეთ გადმოვა. ეს ხაზი ხო უნდა წამოვიდეს, აი თანდათან მოიწევს და უნდა შეერთდეს იქ. აი 1 თეთრი, შემდეგ 1 ლურჯი და 1 თეთრი. ეს უკვე აქედან მოდის ეს გზა. წარმოიდგინე, რომ ეს 2 გზა მოდის და აქ ერთად უნდა შეიყაროს აქ და მერე გაგრძელდეს 1 გზა, ხო? ეს აქედან მოდის, ეს აქედან. ამიტომ ეს თვლები გადადის, გადმოდის, რომ ერთმანეთთან მივიდეს. ახლა აქ სამაგიეროდ შეხედე, 1 და 1 ეს რო იყო, ახლა აქ 3-ვე ლურჯი მოიქსოვება. ეს აქეთ უნდა წამოვიდეს, ეს აქეთ. 1, 2, 3 ლურჯი. გასწია უკვე იქით-აქით ფერები, ხო? აქ იქნება აუცილებლად თეთრი, იმიტომ რომ ეს გარეთ მოდის.
ახლა ეს აქეთ მოდის. რომ შემდეგ აი ამ თეთრს უნდა შეხვდეს, ხო, ეს აქედან მოდის, ეს აქედან მოდის. ეს ლურჯია, აქ უკვე 1, 2, 3 ლურჯია. ეს აქეთ მიდის. 1 ლურჯია, ეს აქეთ მოდის თეთრია. აქედან 3 ლურჯი შუაში. აი აქ რჩება 1 ლურჯი, მეგობრებო, და ეს თანდათანი იქით და იქით წავიდა, აქ 3 ლურჯი რჩება. აი ამას ვგსოვ ახლა. მეხუთე რიგს ვგსოვთ ახლა. ზუსტად მიყვები სულ და უნდა თვალო და ისე უნდა გსოვო. ახლა რას ვაკეთებთ? ეს იქით მიდის, ეს აქეთ მოდის, 3 ლურჯია. აქაც 1 თეთრია, იმიტომ რომ ეს აქეთ მოდის. ორი, 3. ეს ფერი როცა აქეთ და იქით მიდის, შუაში რჩება 3 ლურჯი უკვე გაიწია იმ ხელა განზე 1-დან დაწყებულმა, რომ უკვე 3 ლურჯი თვალი დაემატა აქ შიგნით. მეხუთე რიგს ვგსოვთ, აი ეს არის, ამან არ დაგაბნიოთ. აქ 1 დარჩება, რადგან ერთმანეთთან მივიდა ეს ხაზები უკვე აქეთ. 1, 2, 3, ეს თეთრი აქეთ წამოვიდა, 1 ლურჯი, ეს თეთრი აქეთ მოდის, ამის მხარეს 1, 2, 3 გაიწია, აქ 1 თეთრი მოვიდა და ეს დასასრულია, რაც მოხვდება აქ და რა ფერიც იქნება, იმ ფერს მოგსოვ. არ უყურო იმას, რომ აქეთ რო ესია, აქეთ ასე რატოა, იმიტომ რომ ეს დასასრული დასაწყისია და ვერაფერს ვერ შეცვლი. გარდა იმის, რომ აი ზუსტად ამ მხარეს, წინდის ამ გვერდს, ფეხის შიგით ამ მხარეს მოაქცევ. ქუსლი ისე უნდა მოგსოვო, აქ ამას ქუსლის მოგსოვის დროს გააკეთებ, სხვანაირად ვერა. მეექვსე რიგს ვგსოვთ ახლა. ნახე, წინა რიგიდან მეხუთე რიგზე 2 ლურჯი გქონდა ნაპირი, დასაწყისს დაუკვირდით ყოველთვის და შემდეგ თვალეთ სულ. ახლა ეს ხო იყო მეხუთე რიგი და 2 ლურჯი. ახლა არის მეექვსე რიგი, უნდა მოვგსოვოთ 1, 2, 3 ლურჯი. ახლა შეხედე, იგივეა, რაც აქ იყო დასაწყისში, აი მესამე რიგი რაც იყო, იმას ვგსოვთ აქ, მაგრამ რა არის განსხვავება? აქედან ხო დავიწყეთ ეს ტეხილების, აი ნაპირები ხო არის აქ. ახლა ეს აქ მივიდა, ეს აქ მივიდა, აქ არის. ის დასასრული თეთრი თვალი აქ არის, აქ რო იყო. აი ამის ზევით. სამაგიეროდ ესეთი 1 თვალი, ახლა აქ უნდა ჩავსვათ, რომ სიცარიელე ლამაზად შევავსოთ, მოვხატოთ კარგად, არ დარჩეს დიდი ცარიელი ადგილი და თან ძაბსაც დაეხმარება ჩაბმაში, ხო? კარგი, მოგგსოვოთ ახლა 3 ლურჯი. 1, 2, 3 ლურჯი გადმოვიდა თეთრზე, 1 თეთრიო. ახლა დააკვირდი, ეს წინა თეთრიც ლურჯი იქნება აქ, აი შეერთდა ეხლა ეს უკვე. აქ არის თეთრი და ეს თეთრი და ეს თეთრი ლურჯი იქსოვება. ეს თეთრი და ეს თეთრი ლურჯი იქსოვება. 1 თეთრი, 2 ლურჯი, 1 თეთრი.
ახლა რა არის ეს? ეს თეთრი მოგხსოვეთ და შევაერთეთ ესენი, ხო? 1, 2 ლურჯი. აი, აქ უნდა გადმოვიდე ახლა მე შემდეგი ამ ტეხილის შემაერთებელი წერტილი გზის დასასრული აქ იქნება. ესაც ლურჯი მოიქსოვება, ამიტომ 2 ლურჯი და აქ ჩავსვამ იმ ერთ თეთრ თვალს, რომელიც სიცარიელეს შემივსებს და ლამაზიც გამოვა, თან ძაბსაც ჩააბამს. აქ გაჩნდა ეხლა ის თვალი, რომელიც აქ იქსოვებოდა და შემდეგ გავაქრეთ, ხო? ახლა რა გამოდის? დასაწყისში ხო იყო 3 ლურჯი. შემდეგ ვაგრძელებთ 1 თეთრი, 2 ლურჯი, 1 თეთრი, 2 ლურჯი, 1 თეთრი, 2 ლურჯი და სულ ასე მოვხსოვთ ამ მე-6 რიგს, როგორც იყო მე-3, 1 თეთრი, 2 ლურჯი. მაგრამ როგორც აქაც უნდა ვიცოდეთ, სად რომელი რისთვის იქსოვება, ხო? 1, 2 ლურჯი. ეს 1 თეთრი. ეს 1 თეთრი არის უკვე აი ეს. შემაერთებელი. ამ თეთრს ჩავამატებთ. ეს ისევ შემაერთებელი იქნება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთი თეთრი, 2 ლურჯი. ახლა აქ თეთრი აუცილებლად 2 ლურჯი. აქ უკვე ნახე ხაზების შემაერთებელი თეთრი იქსოვება შუაში. 1, 2 ლურჯი. 1 თეთრი. აქ ჩავამატეთ უკვე ჩვენ 1 თეთრი. 1, 2 ლურჯი. 1 თეთრი. 1, 2 ლურჯი, 1 თეთრი. 1, 2 ლურჯი, 1 თეთრი. 2 ლურჯი. 1 თეთრი. თქვენ დათვალეთ სულ და დააკვირდით სად რომელს გსოვთ. ახლა მე უკვე ვიცი ეს სად ზედმეტ თეთრს ვამატებ, იმ ორ თვალში რო ვამატებ, იმას ვამბობ. სად შემაერთებელი თეთრია. მერე თანდათან თვალს მიაჩვევთ და თქვენც ძალიან გაგიადვილდებათ, არაფერი არა რთული აქ. თუ თავიდანვე სწორად და უშეცდომოდ დაიწყებთ ქსოვას, ასე გახვალთ ბოლომდე. სხვაკან ვერსად ვერ წახვალ. ეს რიგი მოვგსოვეთ ჩვენ მე-6 რიგი. აი, მე-6 რიგი და აქ სქემა დამთავრდა. ახლა ჩვენ 1 რიგი უნდა მოვგსოვოთ სულ ლურჯი, აი როგორც არის მეორე, ხო? რაც უკვე მოგსოვილი იყო, როცა სქემის ქსოვა დავიწყეთ. ახლა მოვგსოვოთ მე-7 რიგი მხოლოდ ლურჯი ფერით. დავტოვოთ თეთრი, აუცილებლად ასე შიგნით დავტოვოთ. და მოვგსოვოთ 1 რიგი. როცა უკვე მოგსოვ ცოტა მაღლა და გასცდები ამ სქემას, მერე დაინახა უკვე რა მოგსოვე. ნახატსაც დაინახავ, შეცდომასაც კარგად დაინახავ, შეცდომები კარგად ჩანს ხოლმე, ისე რომ ყურადღებით გსოვეთ ხოლმე, რომ დაშლა არ მოგინდეთ მერე და ლამაზი იყოს. ახლა თავიდან კი შესაძლებელია გული არ გაიტეხოთ, როცა შეგეშალა, უნდა გადაშალო ის. და თავიდან ბევრჯერ დამიშლია და თავიდან დამიწყია ქსოვა, დამიშლია და თავიდან დამიწყია ქსოვა. ბავშვობაში როცა ქსოვას ვსწავლობდი და თავიდანვე ასეთი ხევსურული წინდების ქსოვა მასწავლა დედაჩემმა, იმდენი დამიშლია.
ეს ხო არავის დაჰყოლია ხო დაბადებიდან. ერთი ლურჯი მოვგსოვეთ და დასაწყისში ვართ ისევ. ახლა ნახე, მერვე, მეშვიდე რიგი მოვგსოვეთ. მერვე რიგი მოგსოვეო მთლიანად თეთრი. ჩემ შემთხვევაში თორე არ ვიცი თქვენ რა ფერს გსოვთ ამ სქემას, იმ ფერს ერთ რიგს მოვგსოვ ახლა მერვე რიგს. ოღონდ აუცილებლად ამ ძაბს აქეთ შემოვაბრუნებ და აი ასე დავტოვებ. იქ სადღაც გარეთ არ გადავაგდებ. ფერს ვცვლი ახლა მე, ხო? და აუცილებლად აი ამ წინა ჩხირს, დასასრულის ჩხირს მოვახვევ და დავტოვებ თვალივით, თვალს არა, თვალივით და ამ ფერით დავიწყებ ახლა ქსოვას, ერთი რიგი უნდა მოვგსოვო, ხო ეს? ეს ძალიან ადვილი სქემებია, ძალიან ადვილი. იბრძოლეთ, ასე ვთქვათ, რომ მიაჩვიოთ ხელი და მიაჩვიოთ თვალი დათვლას და სად რომელი ფერი ამოყავს და რატო ამოყავს. ამას რო გააცნობიერებ ადამიანი, ხო, მერე ძალიან გაგიადვილდება სქემების გადმოტანა. ამიტომ მინდა რომ აი პირველად ძალიან ადვილი სქემებით დავიწყოთ და აი ახლა ხო დავამატეთ ეს ჩვენ წინა ვიდეო გვაქვს ცარიელი მოგსოვილი ადვილად, ახლა უკვე თითო თვალი ჩავამატეთ, გავართულებთ. კიდე შემდეგ უფრო გავართულებთ და არ მინდა რომ უცებ შეგეშინდეთ მერე რომ ამას თავი და ბოლოც ვერ გაუგოთ, ხო, რაღაც სქემას. ამიტომ ძალიან ადვილიდან ვიწყებთ. მოვგსოვე მერვე რიგი. ახლა ამ ძაბს დავტოვებ მე, ოღონდ აუცილებლად შიგით მხარეს, აი ასე და ისევ ფონით, რასაც ვგსოვდი ლურჯი ფერით, დავიწყებ ახალ რიგს და აუცილებლად ფერს ვცვლი ახლა მე და აქ დავტოვებ დასასრულ ჩხირთან, მოვახვევ ძაბს. აქ რა სქემებიც არის, ეს სქემები ამობეჭდეთ აქედანვე, ყველა ტელეფონს აქვს ამისი საშუალება და გექნებათ სულ. როცა დაგჭირდებათ, მოგხსოვთ. და თუ რამე სხვა გაინტერესებდეთ კიდე, Facebook-ზე უნდა წამოხვიდეთ და Messenger-ში მომწეროთ, აქ არიდება ფოტოები და ასეთი დამატებითი რაღაცები, აქ YouTube-ზე არ აქვს ამისი ფუნქცია, როგორ ვთქვა. ეს დატოვებული ძაფი ყოველთვის ბოლო თვალთან ერთად ამოიყვანეთ. ეს ცალკე თვალი არ ამოიყვანოთ. თვალი დაემატება, რაც საჭირო იყო იმ რაოდენობას და გაიწევს მერე განძეწავა ის ამას მოხსნი, ეს აღარ მინდა მე ეს თქვენთვის რო გაადვილებული იყო, საიდან ვიწყებთ, სად ვამთავრებთ ამ ქსოვას. ერთ რიგს შემოვგსოვ კიდე. რამდენი თვალიც გჭირდება, რა ზომის წინ დასგვსოვ, ზუსტად იმდენი თვალი აქამდე უნდა მოიყვანო, რომ უმატებ. აი აქ რომ მოხვალ. იმის მერე არც ერთი თვალი არ დაამატო, სანამ ქუსლს არ მოგსოვ და ქუსლს რომ მოგსოვ, იმის შემდეგ უნდა ჩაამატო თითო თვალი, ისაც ერთდროულად ერთ რიგზე არა.
ერთ რიგზე 2 თვალი დაუშვათ, მოგსოვო მერე რაღაც რაოდენობა და 2 თვალის შემდეგ ჩაამატო კიდე. აი ასე უნდა დაუმატო ქუსლის შემდეგ თვლები, ოღონდ ისაც თითო მხოლოდ ჭხირზე. და თუ მაღალყელიან წინდას მოგსოვ, ზევით და ზევით როგორც დაგჭირდება და როგორც მოითხოვს გააჩნია ფეხს, ვისთვის ქსოვ და როგორ ქსოვ და რას ქსოვ, იმის მიხედვით უმატებ, ისაც იქაც ალაგ, როგორ თქვა, აი, რამდენიმე რიგი მოგსოვე, ერთი თვალი ჩაამატე, რამდენიმე რიგი მოგსოვე, მეორე ჭხირს ჩაამატე, რამდენიმე რიგი მოგსოვე, მესამე ჭხირს ჩაამატე და ასე. ერთდროულად არ უნდა გაიწიოს ასე წინდა. მაღალყელიან წინდაზე ვამბობ, მაშინაც კი. ახლა უნდა ვნახოთ რა მოვგსოვეთ ჩვენ და თუ არის ის, რაც გვაქვს ნახაზზე. აი, გამოჩნდა ძალიან კარგად, რაც მოვგსოვეთ, ხო? აი, ეს იყო ჩვენი მოგსოვილი წინა ვიდეოში, კიდევ ვამბობ, ოღონდ აქ უფრო პატარა იყო, მგონი ესენი. ახლა ჩავამატეთ თითო თვალი, უკვე სილამაზისთვის, გართულებისთვის უფრო ცოტა ხელი შევაჩვიოთ და ერთი სიტყვით. ეს არის, რაც არის შემდეგი. აქ არის, შეგიძლიათ ამობეჭდოთ და მოგსოვოთ. წარმატებები კარგად ბრძანდებოდეთ.